და არ მინდა რომ ეს მთავრობის პროპაგანდამ რაღაცნაირად ვინმეს დაავიწყოს. ოპოზიციამ გაიმარჯვა ამ არჩევნებში. ეს აქ დგანან გამარჯვებული პოლიტიკური პარტიების ლიდერები. დიახ, ჩვენ მადლობელი ვართ იმ მანდატისთვის, რომელიც თქვენ მოგვეცით. ჩვენ ვაფასებთ ამას, ჩვენ ვხედავთ ამას და დარწმუნებული ვართ, რომ არ გაგიცნობთ ამ იმედებს და სწორედ ეს ჩვენი ერთად დგომა არის ყველაზე მნიშვნელოვანი დასტური ამისა. საქართველოში ცხოვრობენ თავისუფალი ნების მქონე გაბედული მოქალაქეები და არა მორჩილი ადამიანების მასა. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში მივიღოთ შვიდობა, დაცულობა, უსაფრთხოება, კეთილდღეობა, განვითარება და ისეთი სისტემა და ისეთი სახელმწიფო, სადაც ხელისუფლება ხალხის დამორჩილებისთვის კი არ მოქმედებს, სადაც მთავრობა იმისათვის კი არ არის, რომ ხალხი აკონტროლოს, არამედ პირიქით ის ექვემდებარება ხალხის ნებას. ხალხი არის ძალაუფლების წყარო. საქართველოში ფეთქავს ძლიერი ძარღვი, ძლიერი ძალა თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის, დემოკრატიის ბრძოლისთვის. დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი გვაქვს შეკრების. ეს არის შეხვედრა ჩვენ ევროპელ მეგობრებთან. ჩვენ არ დაგვიწყებია რამხელა წვლილი მიუძღვით მათ იმაში, რომ საქართველომ გადაარჩინა საკუთარი დამოუკიდებლობა, თავისუფლება. როგორ გვეხმარებოდნენ ისინი ჩვენი ინსტიტუტების შექმნაში, სხვადასხვა რეფორმების განხორციელებაში და რომ ჩვენ არ დავივიწყებთ იმას, რომ მაშინ, როდესაც რუსეთი გვიპირებდა მთლიანად ამ ქვეყანას გაქრობას, ისინი აქ იდგნენ ევროპელი ლიდერები მაშინ თბილისში და საკუთარი სიცოცხლის ფასად, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ისინი ასევე ჩვენთან ერთად იცავდნენ ჩვენს დამოუკიდებლობას, ჩვენს სუვერენიტეტს, ჩვენი სამარცხვინო მთავრობის განსხვავებით ჩვენ მათ აქ დღეს ღირსეულად შევხვდებით. ამაში მე დარწმუნებული ვარ, მეგობრებო. ამიტომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ბრძოლა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ერთად დგომა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი თანამშრომლობა ერთად და უნდა წავიყვანოთ ეს ქვეყანა ნამდვილი, ღირსეული, დაცული ევროპული მომავლისკენ. ეს არის გზა დემოკრატიაზე, ეს არის გზა განვითარებაზე და ეს არის გზა სწორედ ჩვენი თავისუფლების, ჩვენი მშვიდობის და ჩვენი კეთილდღეობის შექმნისა და გადარჩენისთვის. დიდი მადლობა ამიტომ ყველას აქ ყოფნისთვის დღეს.